დღესდღეობით დაგეგმილია თელასის ყველა ბიზნეს ცენტრის აქციო საზოგადოების თანამშრომლებმა გაფიცვა განაახლეს. ისინი სოლიდარობას უცხადებენ ყოფილ თანამშრომლებს, რომლებიც უკანონოდ გაათავისუფლეს და ახლა სამსახურში აღდგენას ითხოვენ. გაფიცვლები აქციის შეწყვეტას ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე არ აპირებენ. შეგახსენებთ, სამსახურში დაბრუნების მოთხოვნით უკვე მე-7 დღეა 5 ადამიანი შიმშილობს. თემას ჩვენი კორესპონდენტი გურამ როგავა განაგზობს პირდაპირ ეთერში. გურამ, გისმენთ. გაფიცვა ხვალიდან კვლავ გაგრძელდება, თუმცა სოსო შიმშილობა უკვე შეწყვეტილია. ეს გადაწყვეტილება აქციის მონაწილეებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც მოხდა შეხვედრა ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძესთან. მოგვიანებით უკვე ამ შეხვედრის მონაწილეები აქ თელასის ცენტრალურ ოფისში მოვიდნენ და აქ შეკრებილ საზოგადოებას გააცნეს შეხვედრის დეტალები, როგორც ირკვევა, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი. პირველი შეხვედრა ამ ჯგუფისა სწორედ ხვალ გაიმართება და მას უხელმძღვანელებს თავად ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, რომელიც იძლევა პირობას, რომ კონკრეტულად თითოეული გათავისუფლებული თანამშრომლის საქმე იქნება შესწავლილი ამ ჯგუფის მიერ. ასევე კახი კალაძე აპირებს, რომ ხვალ მთავრობის სხდომაზე დააყენოს ეს საკითხი და სწორედ ამ პირობის მიღების შემდეგ თავად დღეს აქციის მონაწილეებმა პროფკავშირების თხოვნით მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შიმშილობის აქცია შეწყვეტილიყო, თუმცა როგორც გითხარით, გაფიცვა თელასის თანამშრომლებისა ხვალაც გაგრძელდება და ხვალ თბილისში 15-ვე სერვის ცენტრი, ბიზნეს ცენტრი იქნება დაკეტილი და ისინი მოქალაქეებს აღარ მოემსახურებიან. საუბარი მინისტრის მხრიდან და კითხვა დასმული იყო იმ კუთხით, რომ მას ესმის, რომ ეს 125 ადამიანი არის უკანონოდ განთავისუფლებული, მაგრამ რაოს ხელმძღვანელობამ თქვა, რომ გარკვეული კითხვის ნიშნები ზოგიერთ მათგანთან დაკავშირებით ისმება. პირდაპირ განუცხადე ბატონ კახის, რომ ეჭვი გვაქვს მის ერთ-ერთ მოადგილეზე, რომელიც აქტიური მონაწილე იყო. ჩვენ გავაგრძელებთ გაფიცვას, კომისია ხვალე დაიწყებს მუშაობას და რა თქმა უნდა შევხედავთ შედეგებს, რას მე ახლა ვხედავ, რომ უკვე დაიწყეს მოშიმშილეებმა კარვების დაშლა. ისინი დაახლოებით 7 დღეს სწორედ ამ კარვებში იმყოფებოდნენ და შიმშილობას სწორედ ამ ფორმით გამოხატავდნენ საკუთარ პროტესტს და მოითხოვდნენ სამსახურში აღდგენას. სულ 125 თანამშრომელია, რომელიც კომპანია თელას თხოვს, რომ მოხდეს მათი სამსახურიდან გათავისუფლების საკითხის შესწავლა, რადგან როგორც ეს პიროვნებები აცხადებენ, ეს ყოველივე უკავშირდება პოლიტიკურ ასე ვთქვათ პროცესებს და არჩევნებამდე თავად ამ კომპანიის დირექტორი, კომერციული დირექტორი ზურა არსოშვილი ხელმძღვანელობდა თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნას და მათი ჩანაცვლება მოხდა პოლიციელების, უშიშროების თანამშრომლების და სხვადასხვა ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების მხრიდან და როგორც თავად ეს ადამიანები აცხადებენ, თელასში ამჟამად მუშაობენ არაპროფესიონალი ადამიანები მათ ნაცვლად, რაც იწვევს თავისთავად ეჭვებს, რომ შესაძლოა ზამთარში შეიქმნას გარკვეული პრობლემები ამ სფეროში. რაც შეეხება სხვა დეტალებს, როგორც გითხარით, ხვალ გაფიცვა კვლავ გაგრძელდება, თუმცა იმუშავებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტები. დიდი მადლობა თელასის თანამშრომლების გაფიცვის დეტალებით გურამ როგავა საუბრობდა პირდაპირ ეთერში.